რეკლამის შემდეგ მაესტროს ფაქტორი კვლავ პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას და მათვით მოგვიანებით შემოგვიერთდა კიდევ ერთხელ ვეტყვი რომ ჩვენი გადაცემის მთავარი თემაა დღეს NDI-ის კვლევის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა და რომელმაც ტრადიციულად ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოიწვია აჟიოტაჟი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. მთავრობის უმაღლესი პირები და ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ ენდობიან ამ კვლევის შედეგებს, რადგან ის არ ასახავს რეალობას. საზოგადოებრივი დისკუსია გვექნება სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან ერთად. წარმოგიდგენთ ქეთა გაბიანი, კოალიცია ევროპული საქართველოს წევრი, თამარა მაშუკელი, ხელოვნებათმცოდნე, ოთარ აბესაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და გიორგი მიქანაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევარი ასისტენტ პროფესორი. მანამდე კი ჩვენი სტუმარი იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ოთარ დანელია. დღეს NDI-ის კვლევის პარალელურად მთავრობის სამწლიანი ანგარიში წარმოადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პოლიტიკურმა ოპონენტებმა განაცხადეს, რომ მთავრობა ცხოვრობს პარალელურ და განსხვავებულ რეალობაში იმისა, რომელიც არის რეალურად ქვეყანაში. საღამოს მშვიდობის ბატონო ოთარ, საინტერესოა თქვენი რეაქცია და თქვენი შეხედულება როგორი არის იმ კვლევის შედეგებზე და ანგარიშზე, რომელიც დღეს მთავრობამ წარმოადგინა. ჩვენს შესავალში მაყურებელმა ნახა, რომ საქართველოს პრემიერი ძირითადად საუბრობდა იმ მიღწევებზე, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას მედია გარემოზე, თქვათ ვიზა ლიბერალიზაციაზე, თავისუფალ ბიზნეს გარემოზე, თუმცა კვლევის შედეგების მიხედვით 57% ქვეყანაში თulis, რომ მთავარი პრობლემა, ნომერ პირველი პრობლემა არის სამუშაო ადგილები. რეალურად რას ფიქრობთ, რომ ხართ წარმატებული იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი დაპირება სამუშაო ადგილები ჩანს, რომ ჯერჯერობით არ არის შესრულებული. სამშვიდობის მოგესალმები, მივესალმები თქვენს სტუმრებს, მივესალმები ტელემაყურებლებს. პირველ რიგში რა თქმა უნდა ხაზი უნდა გავუსვათ დღევანდელ ღონისძიებას, ძალიან მნიშვნელოვანია ღია მმართველობა ზოგადად, თვითონ ეს ტრადიცია და პრაქტიკა არის უმნიშვნელოვანესი სწორი მართვისთვის და მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ დამამწურავი იყო დღეს პრემიერის ანგარიში, რომელიც მან საზოგადოებას, საქართველოს მოსახლეობას ჩააბარა. რა თქმა უნდა იყო რთული პერიოდი, რა თქმა უნდა გამოწვევები იყო და იქნება მომავალშიც, თუმცა მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ დადებითად შევაფასებდი ზოგადად ჩვენი კუთხით, სოფლის მეურნეობის კუთხით. რაც გაკეთდა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი მიმართულებებია ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ყველა მიმართულება, რომელზეც პრინციპში საუბარი იყო. მე ვიტყოდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად რეგიონში საკმაოდ არაორდინალურად განვითარდა მოვლენები ბოლო პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად ამისა, მაინც საკმაოდ კარგად გავართვით თავი ამ ამოცანებს, რასაც ასევე ცხადყოფს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, რომელიც ძალიან დადებითად შეფასდა. მოგეხსენებათ, ასოცირების შეთანხმება, ასევე მთელი რიგი იმ პროექტებისა, რომელიც დაინერგა, რომელიც მიმდინარეობდა, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, თქვენ ისნებათ სოფლის მეურნეობაზე ვისაუბრებ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და მე დავიწყებ აუცილებლად IAPI კრედიტით, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რათა ფერმერისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო შეღავათიანი რესურსი და ამ კუთხით 59 მილიონი და მილიარდ დოლარამდე გაიზარდა დაფინანსება ამ სფეროში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ციფრი, ვინაიდან ინექცია ჭირდებოდა. თუმცა ბატონო ოთარ, რეალურად მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები ჯერჯერობით არც ეკონომიკური მიმართულებით არ ჩანს. ეკონომიკური ზრდა იმ ფონზე, როცა არის ასეთი ინფლაცია არის 2%. თქვათ დღეს პრემიერი საუბრობდა, რომ იზრდება პენსიები, თუმცა ინფლაციის და ფასების ზრდასთან ერთად გაზრდილი პენსიებიც ალბათ არ არის ისეთი მნიშვნელოვანი მოქალაქეებისთვის. არ ფიქრობთ, რომ მაინც მიუხედავად ამისა, მთავრობა ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც აიღო ხელისუფლებაში მოსვლამდე წარმატებით? რა თქმა უნდა, მოდი ჩვენ გადავხედოთ რეგიონს, მაშინ რა თქმა უნდა არის ხოლმე ხშირად საუბარი, ხშირ შემთხვევაში ალბათ უფრო სპეკულაციის ფონზე, იმაზე თუ რა ხდება საქართველოში ეკონომიკის კუთხით, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენს სამეზობლოს რეგიონს ზოგადად, ჩვენ ნახავთ, რომ აბსოლუტურად იგივე მდგომარეობა ყველგან და ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით საქართველო გაცილებით უფრო ჯანსაღად ართმევს თავს გამოწვევებს და მათ შორის ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ, სხვათა შორის და ჩვენ არაერთი ანგარიში გვინახავს ამ მიმართულებით და მოდი ვთქვათ, რა შეიძლება ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ არაქმედითი იქნებოდა ხელისუფლება ამ მიმართულებით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს არის უბრალოდ არაფერს დაფუძნებული კრიტიკა, ზოგადად ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს ასეა. ყოველ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის კუთხით მე შემიძლია ცალსახად გითხრათ ამის შესახებ და ბუნებრივია იქნებოდა გაცილებით უფრო რთული სიტუაცია. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაგალითისთვის უკრაინა, რომელიც ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი იყო, დღეს ძალიან რთულ ვითარებაშია. ჩვენ უნდა გადავხედოთ, რა ხდება რეგიონში, ძალიან სწრაფად იცვლება რეალობა და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სწორი პოზიცია ჰქონდეს და ამასთან ერთად მან აიღოს ის
ვალდებულებები, რომელიც აუცილებელია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, იმ პირობებით, რომ კონდეს ძალიან კარგი სამეზობლო ურთიერთობები, რისი შესაძლებლობაც არის ამ ეტაპზე. ეს არის მნიშვნელოვანი და როდესაც თანხმედრაშია ეკონომიკა, პოლიტიკა და სტაბილურობა, მე ვწონებ, რომ გაცილებით უფრო დიდი შესაძლებლობები იქნება. მე მინდა ხაზი გავუსვა დასაქმების ნაწილს, უფრო მეცაც გეტყვით. მე ალბათ ძნელად გამახსენდება ქვეყანა, სადაც დასაქმება არ არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ეს არის ნებისმიერ ქვეყანაში ასე, განვითარებულია ის თუ განვითარებადი, ამას აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ მიმართულებით გეტყვით, რომ იმ 129 ახალ საწარმოში, რომელიც ჩვენ გავხსენით, სტარტაპებზეა საუბარი, 3500-ზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი. თუმცა ეს არის ძალიან ცოტა, 129 საწარმოში 3500 ახალი სამუშაო ადგილი, ალბათ თქვენ გესმით, რომ ეს არ იყო მოლოდინი ქართული ოცნების მიმართ. რა იყო მოლოდინი? აბა მაშინ იქნებ თქვენ მითხრა. ბატონო, 129 საწარმოში, როცა საქდება 3500 ადამიანი, ალბათ მეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან მცირე. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არის 10000-ობით დაუსაქმებელი ადამიანი და ეს არის ალბათ ზღვაში წვეთი. პირველ რიგში აქ საუბარი არ არის სეზონურზე, ვინაიდან მაგალითისთვის ჩვენ ციტრუსის მედიატორი ვქონდა, ალბათ ადევნებდი თვალყურს. მე მინდა აქვე აღვნიშნო, რომ როდესაც სეზონზე არის საუბარი, სეზონურად გაცილებით უფრო მეტი ადამიანი არის დასაქმებული, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობა არის დარგი, რომელსაც თან ახლავს სეზონები და რა თქმა უნდა, მთელი წელი არ არის სამუშაო. აქ არის სტაბილური სამუშაო ადგილები და თუ რაიმე სხვა საზომი ერთეული არსებობს იმისა, თუ რამდენ საწარმოში, რამდენი ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული, მე ძალიან გამიკვირდება. ასევე 665 ახალი უпростоრად გაფართოებული საწარმო გვაქვს, რომელშიც მოხდა სერიოზული ცვლილებები, სტანდარტების დანერგვა, გაფართოება და აქ 10000 ადამიანამდე. ანუ ჩვენ საუბრობთ დარგზე, სადაც 13500-მდე ადამიანი არის დასაქმებული მხოლოდ ჩვენი პროექტების ფარგლებში. და შესაბამისად ეს არის მხოლოდ სოფლის მეურნეობა. მე მგონი თქვენ კარგად გასვათ ეკონომიკის მინისტრის განცხადება, თუ რამდენი ადამიანი არის დასაქმებული ასევე სხვა დარგებში ეკონომიკის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საზომი ერთეული რაღაცა მზა რეცეპტი იმისა, თუ რა ტიპის საწარმოში რამდენი ადამიანი უნდა იყოს, იმ პირობებში, როდესაც ავტომატიზაციაა მთელ მსოფლიოში და ხდება ახალი ტექნოლოგიების შემოღება, რაც დამცირებს ადამიანური ვიზა ლიბერალიზაცია და ასევე მინდა დაგისვათ კითხვა, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირის ზონასთან. მას შემდეგ რაც მოხდება ვიზა ლიბერალიზაცია, სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციასთან დაკავშირებით იქნება თუ არა სერიოზული და მნიშვნელოვანი ცვლილებები. მე ვფიქრობ, ჩვენ აქ ორ რამეს ვურევთ ერთმანეთში, ვიზა ლიბერალიზაცია არაფერ შუაში არ არის ექსპორტთან. ექსპორტთან მიმართებაში უფრო ალბათ თქვენ ასოცირებას გულისხმობთ, იმიტომ რომ სტანდარტები აქ არის, ანუ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სერვისის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ეს არის აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი და არა ვიზა ლიბერალიზაცია. ვიზა ლიბერალიზაცია ხელს შეუწყობს კომუნიკაციას ბიზნეს სექტორებს შორის, მაგრამ ექსპორტის კუთხით ეს არ იყო დამოუკიდებელი ფაქტორი, ეს არის დამატებითი წახალისება და სტიმული, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ის პროცესები, რომელიც დავიწყეთ ასოცირებით და ჰარმონიზაციის ნაწილში, გახლავთ პრერეკვიზიტი, წინაპირობა, ანუ იმისა, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ექსპორტს და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ 2012 წლის შემდეგ 60%-ით არის სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტი გაზრდილი ევროკავშირის ქვეყნებში და საშუალოდ 35-დან 36%-მდეა უკვე წინასწარი მონაცემებით. ამიტომ ეს არის უკვე ის შედეგი, რომელიც მოიტანა ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობის შესახებ შეთანხმებამ და რომელშიც მოდიოდა 425-მდე დირექტივა მხოლოდ სოფლის მეურნეობის კუთხით. ასე რომ ეს არის ძირითადად რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ექსპორტის ხელშეწყობაზე. ძალიან დიდი მადლობა სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საუბრობდა მაესტროს ფაქტორის პირდაპირ ეთერში. როდესაც